ძალიან კარგია. მედეათი მე ახალგაზრდობიდან ვიყავი გატაცებული. აი ეს მიტაცებდა კოლხი მედეა, მაგრამ აი ყურადღება იქამდე ისე არ გამიმახვილებია, რომ რაღაცა მეძებნა, მეკითხა. აი კოლხეთიც რა იყო, მედეა მედიცინის მფარველი. იმაზე არ ვფიქრობდი, როგორც იმან აი ვთქვათ, როგორც ბერძნებმა წარმოგვიდგინეს, რომ შვილები მოკლა, იასონზე ასე შეყვარებული, იმაზე არ ვფიქრობდი. და მოხუცებულობა მომიჩვენა, თურმე ყველაფერი იმის ანალიზი ყოფილა, რაც გაიარე. ახალგაზრდობაში მეძებნა, იცით რა, ჩვენ ქართველებს მოგვივიდა რაღაც ძალიან მძიმე რამ, განუწყვეტელი ბრძოლის გამო ალბათ. ჩვენ თანაც აი დამპყრობელი თავის ასრო გახվებს, შენ თურმე დუნდები, იდეალები მოდის, მაგრამ შენ არ მიყვები. ასე წარმომიდგენია ის წარსული. და მოხუცებულობაში გამირთულდა, განუწყვეტლივ დაბორიალო მითოლოგიურ სამყაროში, რომელშიც კოლხი მედეა ცხოვრობდა. აი ევრიპიდე როგორ ათქმევინებს ამაყად, მე მეფის შვილი ვარ და მზის შვილი. ამიტომ აი ეს ყველაფერი მე წარმომიდგა ამ მოხუცებულობაში სულ სხვანაირად, ვიდრე ახალგაზრდობაში ვფიქრობდი. მედეა დაიბადა წარღვნის შემდეგ. ჩვენ ბიბლიამ გვასწავლა, რომ ნოეს კიდობანი, ქართველები კიდე ამბობდნენ, რომ ქართველი იყო ნოე და აი ჩვენთან ის კიდობანი ზოგჯერ ფიქრობენ, აი ეს კლდე, აი ეს მთა იყო კიდობანი და ასე შემდეგ. და ეხლა თანაც მე ჩემი შეხედულებები გამიმაგრა ლევან ბერძენიშვილმა, მე მისი ახლად გამოსული წიგნები წავიკითხე და იცით როგორ გამიხარდა. მე ლევანზე პირდაპირ რო ვამბობ, ლევანმა თქვა, რომ ჩვენ რუსეთმა მოგვახვია ბატონო და ქალბატონოთი მიმართვა და ამიტომ ლევან არ მოგმართავ ბატონოთი. თქვენ მე ზურგი გამიმაგრეთ, თქვენ ხმა მოიღეთ მედეაზე და ქართველებს მიეცით შანსი, რომ იფიქრონ მედეაზე. და აი ჩემი ფიქრით წავიდა, რომ მოხდა დიდი წარღვნა. წარღვნამდე, როცა ჩვენმა პლანეტამ თავის შიგნით მიიღო ცეცხლი, რომლითაც ჟანგბადი და წყალბადი შეაერთა და სიცოცხლის წყარო თავის გულში შექმნა, ღმერთმა გამოაგზავნა მზის შვილები, რომ დახმარებოდნენ ჩვენს დედამიწას, რომ მას თავისი მრავალსახეობა ეშვა. და მართლაც მზის შვილებმა საოცრებანი გააკეთეს და მზემ ისეთი სახეები, ფორმები, ფერები და ბგერები შექმნა, რომ ეს იყო სასწაული. დედამიწაზე იყო 64 წალკოტი და საოცარი მშვენიერება. ვინც მზის შვილები რამდენი ხანი იყვნენ, მათ ხო დროს არა აქვს დროის ანგარიში და იქნებ მილიონი წლები, იქნებ რამდენიმე მილიონი და როცა მათ დააპირეს მზეზე დაბრუნება, გადაწყვიტეს, რომ შეექმნათ მასი ფორმის არსებები, რომლებიც დედამიწას მოუვლიდა.
და სწორედ ეხლა ტვინში ამომიყიდდით და მე მგონი ჩვენ გენეტიკა გვიყვება რაღაცებს ოღონ ჩვენ მისი ენა არ გვესმის ყოველთვის. ზიშვილებმა თავისი ფორმის, თავისი სახის, ოღონ მათ უმაღლესი გონება ჰქონდათ და ისმის ეს ამ არსებებს, რაც დედამიწას უპატრონებდა და მოუვლიდა. და ამის საფუძველს მე მაძლევს მეგრული გვარი დიხა მინჯია. დიხა, დედა, ხა შობიარო, შობა, მშობიარობა. და მინჯია, პატრონია. იქნებ მათ აიმ არსებას დაარქვეს კიდეც დიხა მინჯია. მაგრამ წარღვნის შემდეგ ყველაფერი განადგურდა, იმიტომ რომ დედამიწის შიგნით გულში იმდენი წყალი დაგროვდა, რომ დედამიწა გასკდა და აი ეს ამერიკის კონტინენტი როგორი მოხაზულობით არის, ის ხო დაშორებაა დედამიწისგან. და დიხა მინჯიებს ანდა ყველაფერი მას, რაც საოცრება იყო პლანეტაზე, განადგურებაც მოყვა, იმიტომ რომ ოკეანებმა წარმოშვეს სქელი ღრუბლები. სქელმა ღრუბლებმა დაფარა ცადა მზის სხივები ვერ შემოდიოდა, გამყინვარება დაიწყო. და აი დიხა მინჯია დაავადდა. ვინ იცის რამდენი ცხოველი, რამდენი მწერი, ფრინველი თუ თევზი გაქრა, მაგრამ რაც გადარჩა, ის უკვე არ იყო ისეთი საოცარი, როგორც წარღვნამდე იყო. და დიხა მინჯია, ხო, თუ მანამდე თხა და მგელი ერთად ძოვდა, ამის შემდეგ საშინელება მოხდა, უკვე მგელი თხას ჭამდა და გაჩნდნენ ის ცხოველებიც, რომლებიც ერთმანეთს ჭამდნენ. მანამდე დედამიწიდან რო წყაროები ამოდიოდა, ნაკადულები მოჩუქჩუხებდა, რძის, თაფლის და კიდევ ისეთი ნაკადულები, რომელიც კვებავდა ცხოველებს, ფრინველებს, იქნებ თვითონ იმ დიხა მინჯიასაც. და ეხლა უკვე ეს ყველაფერი გაქრა. გამყინვარებამ რო გადაიარა და მზე რო გამოჩნდა, ნახეს ზიშვილებმა, რომ რაღაც საშინელება მოხდა დედამიწაზე და აიეტი ბრუნდება თავისი გარემოცვით და მას მოყვება ზევსი თავისი ახლობლებით, რომ დახმარებოდნენ დედამიწას. და აიეტმა ზღვების ღვთაების ქალიშვილისგან აიეტისგან იშვა მედეა და ამიტომაც ის იშვა კოლხეთზე. თვითონ კოლხეთის სახელი არის იმდენად იცით როგორ, აი რომ კოლი მეგრულად არის კალია და იმ არსებებმა, რომლებიც მზის შვილებმა დედამიწის მოსავლელად შექმნეს, ისინი მათ რომ უყურებდნენ, ეგონათ, რომ ეს არსებები დახტოდნენ, მათი სიარულიც იყო ისეთი საოცარი, გრაციოზული, თუ შორი მანძილი იყო, ისინი დაფრინავდნენ და მათ ასე პირველად გაიცნეს კალია და ეგონათ, რომ ისინი კალიას მსგავსად მოძრაობდნენ.
და აიეტი მართალი იყო, რომ მას ეგეთი შვილი უნდა ყოლოდა, რომელიც მათ მიერ დატოვებულ არსებებს განკურნავდა. სწორედ მედეა მოუძებნა მათ სამკურნალო მცენარეები. და ეხლა მიღიმება, როცა ვფიქრობ, რომ ადამიანი თავის სახლის გვერდით ბოსტანს რო ქმნის, ის მცენარეები, რომელიც ბოსტანშია, ხო სამკურნალოა. და აი იმ უბედურებიდან, რაც გადაიტანა დიხა მინჯიამ, თვითონაც შფოთვარე გახდა და მიიღო სახელად ადამიანი. თუ ჩვენ რუსული სიტყვიდან ავიღებთ აც, ის ჯოჯოხეთის მატარებელი გახდა. იმიტომ რომ აი თუნდაც ეხლა, როცა ჩვენ უყურებთ რუსეთ-უკრაინის ომს, ეს ხო ჯოჯოხეთია. აქ მე მგონია, რომ ადამიანი თავის მსგავს კლავს მაშინ, როცა ის ავათარის, როცა მისი გონება ვერ აზროვნებს, ღვთაებრივად ვერ აზროვნებს. და ის ზევსის თავისი ახლობლებით ჩამოვიდა, რომ დახმარებოდა ადამიანებს. და აი მედეა, ეს სასწაული მოვიდა, რომ განკურნოს ადამიანები და მან შექმნა კიდეც საოცარი მცენარეები, რომლითაც შეიძლებოდა ადამიანი დაბრუნებოდა დიხა მინჯიას. და როდესაც ფიქრობ ევრიპიდეზე, რომ ევრიპიდე ხომ იმ ქვეყნის შვილი იყო, რომელიც ჩვენ გვებრძოდა კოლხებს. კოლხეთი იყო საოცარი ქვეყანა. ოღონდ ჩვენ არ ვიცით, საიდან სადამდე იქნება ევროპა. კოლხეთი იყო. აი ამ შავი ზღვის ზემოთაც კოლხეთი იქნებოდა. და ევრიპიდე გამოიყენა მედეა, რომ შეექმნა ტრაგედია. და საოცარი ის არის, რომ მან მართლა საშინელი ტრაგედია შექმნა და ბერძნებმა მას პირველი ადგილი არ მისცეს. ის ნაწყენიც კი დარჩა, იმიტომ რომ არის ვერსიები, მედეას ჰყავდა 2 შვილი, მედეას ჰყავდა 14 შვილი. ესე იგი, ხომ არ გამოდის სწორი, არც 2 და არც 14. რახან ეს აი თვითონ იმ ვერსიების სადავო არის. მერე მედეა, რომელიც შეუყვარდა ზევსს და მედეა ამაყად უარს რო ეუბნება, ის ისეთი ღმერთქალია, რომელიც იასონს უბრალო ადამიანს არ შეიყვარებდა. მე ხომ აქვს უფლება, რომ ვილაპარაკო ჩემს წინაპარზე ისე, როგორც ევრიპიდეს ჰქონდა უფლება აი ესეთი დამყრობი ქვეყნის, საბერძნეთის იმპერიის წარმომადგენელს მედეა შვილები არ დაუხოცავს, არც გაყოლია იასონს. აი მაგალითად მე მოვიყვან მე-19 საუკუნის პოეტი რუსი შიშკოვი, რომელიც ამბობს თავის პოემაში, ერთადერთ პოემაში, რა ლამაზი ქვეყანა, რა უბადრუკ ხალხს უკავიაო. ჩვენ თურმე უბადრუკები ვართ და არა ვართ ამ ღირსი ამ ქვეყნის პატრონობის. ხო არ არის სწორი? მაშინ ჩემი შეხედულება მედეაზე ხო ნამდვილია და სიმართლეა. საინტერესოა. აბა? შენი აზრით
მოიცადეთ წამი. აი შენი აზრით რა დასასრული ქონდა საბოლოოდ მედეას? აი მედეა ნახეთ მედეა რო ამბობს მე ღმერთის შვილი ვარ და მედეა რო ამბობს მე მზის შვილი ვარ მედეა ხან მეფობს კოლხეთში და მედეა მეფობს სპარსეთშიც ეს არის უდიდესი არა მე მედეას ადამიანობას ვერ ვკადრებ ის ღვთაებრივი არსება იყო აი ეტმა მისმა გარემოცვამ ესენი ნათესავები იყვნენ მედეასი სამკურნალოდ ჩამოვიდნენ ყველაფერი გააკეთეს ალბათ რომ ადამიანი მოეყვანათ აი მდგომარეობამდის რომელმაც შემდეგ გზა გახსნა დღევანდელობამდის იმიტომ რომ თუნდაც სხვა რო არ ვახსენო შოთა რუსთაველი ხოიშვა ჩვენს მიწაზე უდიდესი მოაზროვნე და ისინი დაუბრუნდნენ მზეს აი კიდე ვიცით რა მინდა ვთქვა ჩვენ უბრალოდ აი ქართველის წოდებაც იმდენჯერ განადგურდა საქართველო და იმდენი სახელის მინიჭება დასჭირდა მას ჩვენ მაგალითად შავ ზღვას ერქვა კოლხეთის ზღვა სამეგრელო ზღვა კოლხეთის ზღვა ჩვენ ისე ადვილად მივედით ბერძნების მოთხოვნამდე შავი ზღვა დავარქვით როგორც ბერძნებმა როდესაც ჩვენ რუსეთმა ოკუპანტმა გვიწოდა გრუზი ანუ ტვირთი რა ვქენით მგონი ამაყადაც ვამბობდით იაგრუზინს ამიტომ ამდენ ბრძოლებში და იქნებ კიდე ერთი სოხიმული მეცნიერი ახალგაზრდა კაცი ამტკიცებდა რომ ერი რაღაცა პერიოდში იძინებს იქნებ კოლხეთმა დაიძინა და კოლხური ენაც ის მეგრული თუნდაც მას თუ დაუმატებთ სვანურ ენასაც ჩვენი ქართული ენა აქედან აღმოცენებული ეს ხო სასწაულია მაგრამ ჩვენ დაგვეძინა აი მარიეტის მედეაშთა მომავლებს და უბრალოდ რაღაცას ველოდებით ალბათ გაღვიძებას აი იმ გენეტიკის რომელსაც ამდენ ბრძოლებში ჩაეძინა და ძალის მოკრება დასჭირდა დილით რადიოს უსმენ ხოლმე პირველ არხს და ასეთი რამე ითქვა რომ აფრიკა გასკდება ესეც ხო ძალიან საშინელი წარღვნა იქნება აი მერე ხო ამბობენ მეორე მოსვლა იქნება ადამიანის ცხოვრებაში ძალიან დიდი ცვლილება იქნებ ისევ ჩამოვლენ მზის შვილები კაცობრიობის დასახმარებლად და კაცობრიობა იქნებ იმ გონებას მიიღებს რომელიც მას დაუავადდა აი დღევანდელობაში თანამედროვე მზის შვილი როგორი უნდა იყოს როგორ წარმოგიდგენია მზის შვილი სანამ მზე ასე ანათებს სანამ მზე დედამიწას ხელს უწყობს რომ მისი მშობიარობა არ შეწყდეს რადგან ბალახები ხო სულ ამოდის ხეები ხო ზამთარში მიიძინებენ მაგრამ გაზაფხული ხო მოდის მერე აყვავებული ხეები ბუჩქები ყვავილები
ხომ ისევ სასწაულია ზამთრის შემდეგ. და ეხლანდელი მზიშვილი რატო შეიცვლება? მზე ჯერჯერობით მაგარი და ძლიერია. აი მედეაზე ფიქრის გამო მოხდა თუ რა მოხდა, აი ღამით რომ ნათურები აენთება, მე იცით რას ხედავ? მოცეკვავე, ოქროსფერ, ან აი მოკაშკაშე თუ მოციმციმე ლურჯ ფერს, რომელიც ცეკვავს. და არის საოცრად ბედნიერი, ალბათ ეგეთები არიან. აი ღმერთმა ხო თქვა, რომ მეო ადამიანი შევქმენი თიხისგან, ჩემი ხატი. ღმერთმა მზიშვილების ხელით შექმნა მზის ხატი. ჩვენ მზიშვილებს ვგევართ გარეგნობით. ოღონდ იმ წარღვნის შემდეგ რაღაცა შეიცვალა, რომელიც ბოლომდე მე ვერ წარმომიდგენია, იმიტომ რომ მზიშვილი, სამოსელი მზიშვილის, ოქროს აი მზის სხივებისგან არის შექმნილი და იმ ცეკვაში თითქოს ბალე ცეკვავს თუ რაღაც საოცარი, ესეთი ხელებით, ფეხი ერთი ოდნავ აწეული, მეორე უკან. აი ეს მოცეკვავე მზის სხივების ტანსაცმელში გამოწყობილი. ეს სათქმელი კოლხურ გენეტიკისთვის უნდა და მომეტანა. ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ევროპაში წელიწადი ისე არ გავა, რომ მედეა არ გაიხსენონ. მედეას ევროპა იხსენებს. ჩვენ მიძინებული კოლხები, შთამომავლები არ ვიხსენებთ. ჩემმა ახლობელმა მითხრა, როცა ბათუმში მედეას ძეგლი და ქანდაკება დადგეს, ხალხი აღშფოთდა თურმე. და ისეთი სახელები უწოდა მედეას, რომელიც არ არის სწორი. და მედეა თუ ვინმე უნდა გაიხსენოს, ჩვენ ქვეყანაში უნდა გავიხსენოთ. ჩვენი ქვეყანა, ჩვენი აი ამაღლებული გონების ადამიანები უნდა ფიქრობდნენ მედეაზე და ქმნიდნენ მასზე ისეთ ნაწარმოებებს, რომელიც აი სწორედ ჩვენ გენეტიკას გამოაჩენს. მაგრამ ჩვენ ვდუმვართ მედეაზე, რასაც სხვა იტყვის, იმას ვიმეორებთ, რომელიც არ არის სწორი.